ვეფხის წყალოსანი საკმაოდ მდიდარი პოემაა პერსონაჟთა წრით. მოქმედება ფართო გეოგრაფიულ არეშია გაშლილი და პერსონაჟები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან. მათ შორის გამოგონილი ქვეყნებისაც, როგორიცაა მაგალითად მუღალ-ზანზარი. პოემაში არაა გამოყვანილი ეროვნებით ქართველი პერსონაჟი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ვეფხის წყალოსანში დასახელებულ სამეფოებში იმდროინდელი საქართველოს კუთხეები იგულისხმება. ივანე ჯავახიშვილის თქმით, შოთა რუსთაველის გმირებში ქართული გული ძგერს და მათ მაშინდელი საქართველოს საკითხები აღალვებთ. ვეფხის წყალოსნის პერსონაჟებთან დაკავშირებით ნარკვევები გამოქვეყნებული აქვთ აკაკი წერეთელსა და ილია ჭავჭავაძეს. აკაკის მოსაზრებით, ვეფხის წყალოსნის ქვეყნები გადარქმეული საქართველოს სხვადასხვა კუთხეებია, შესაბამისად ხალხიც ქართველია. აკაკი პირდაპირ ასახელებს, რომ ტარიელი წარმოშობით ამერიდანაა, ანუ აღმოსავლეთ საქართველოდან, ავთანდილი იმერიდან, ანუ დასავლეთიდან, ხოლო ფრიდონი შავიზღვისპირელი ქართველია. ამ სამი გმირის ერთობა კი ერთიან, შეკავშირებულ ქართველ ხალხს იძლევა. აკაკი მესტანი წარმოიდგინა საქართველოს სიმბოლოდ, რომელსაც ქართველი ხალხი მხოლოდ ერთიანი ძალებით თუ უშველის. ამგვარად, აკაკი მსცადა ქართველთა სუბეთნიკურ ნიადაგზე ვეფხის წყალოსნის პერსონაჟთა ტიპიური ბუნების გარკვევა. ვეფხის წყალოსნის პერსონაჟებზე აკაკის აზრი მკაცრად გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ. მისი თქმით, აკაკიმ ვიწრო ფარგლებში მოამწყვდია დიდებული ქართული პოემის მნიშვნელობა, ხოლო მისი ავტორი კი უბრალო ეთნოგრაფად გამოაჩინა. ილიას აზრით, რუსთაველის პერსონაჟები არიან ზოგადი ადამიანის ტიპები და არა რომელიმე ქართველი, კახელი, პეტრე, ივანე. ვეფხის წყალოსნის პერსონაჟების დახასიათებას უძღვნა ნაშრომი ვლადიმერ ნორაკიძემ. მისი თქმით, ტარიელი და ავთანდილი, ასევე ფრიდონის არიან მსგავსი ხასიათების ადამიანები, თუმცა ისინი მაინც არ კარგავენ საკუთარ ინდივიდუალობას. ამ მხრივ, დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრება აქვს ივანე ჯავახიშვილს. მისი თქმით, პირიქით, ვეფხის წყალოსნის მთავარი გმირები, ტარიელი და ავთანდილი იმ დროინდელ საქართველოს ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ტიპს წარმოადგენენ. ჯავახიშვილი ხსნის, რომ განსხვავება კონკრეტულად ის არის, რომ ტარიელი იბრძვის, არის მამაცი, თუმცა მის ბრძოლას არ აქვს იდეური ხასიათი. ავთანდილი კი ხმავს მხოლოდ იმისათვის იშიშვლებს, რომ შეურაცხყოფილებს დაეხმაროს, გაათავისუფლოს ჩაგრულები.